საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორს, რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. დღის განმავლობაში დაგროვდა ჩემს საინფორმატორო ფურცლებზე განთავსებულ ინფორმაციებს წაგიკითხავთ მე ლაშა. აი მე უკვე ბევრჯერ გითხარი და ეს ჩემს საინფორმატორო ფურცლებშიც წერია. რომ დღეს თბილისში კონკრეტულად აჭარა Music Hall-ში მსოფლიო ჰაუსის ლეგენდა სისი როჯერსი მართავს კონცერტს, მაგრამ სანამ კონცერტს გამართავს, მანამდე შერატონ მეტეხი პალაში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მას უწოდებენ, Master DJ David Deep. რა თქმა უნდა, იცნობთ Nescafe-ს general managers საქართველოში და სამხრეთში, ბატონ Esbenenburg. To me, yeah. I can sing that all day long, but when I want to sing songs, I want to sing. მუსიკა არის უნივერსალური ენა, განაცხადა სისი როჯერსმა შერატონ მეტეხი პალაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ის ჟურნალისტების კითხვებს სიამოვნებით პასუხობდა. სისი როჯერსი DJ David Deep-თან ერთად საქართველოში რიგით მეორე კონცერტს აჭარა Music Hall-ში გამართავს. ეს არის Nescafe Dance Party-ს მეორე პროექტი. კონცერტის პროგრამის შესახებ სისი როჯერსმა პრეს-კონფერენციაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მსმენელებს სასიამოვნო დროის გატარებას და ბევრი ახალი კომპოზიციის შესრულებას დაპირდა. It was beautiful. The people is the reason why I'm here again. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. ძალიან თბილი ხალხი ხართ და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. მე 60 ახალ კომპოზიციას შევასრულებ. And actually what I was amazed is about იმედი მაქვს რომ ხალხი დღესაც ისევე თბილად შემხდება როგორც პირველი ვიზიტის დროს. საქართველოში ჩვენ ისევ გრძნობთ თავს როგორც საკუთარ სახლში. აქ ჩვენ ძალიან თბილად გვხვდები. დღევანდელი შოუ განსხვავებული იქნება. Yeah, okay. Not too fast. Not too fast. Oh yeah, well all right. Listen here, keep doing it. Melody Art ტელეკომპანია იმეთის მხარდაჭერით 1 მაისს რიყეზე გრანდიოზულ შოუს აწყობს, რომლის სახელწოდებაცაა მელოდიის ღამე და რომელზეც დასწრება უფასო იქნება. დღეს ორგანიზატორები კოსტიუმებს არჩევდნენ. ინფორმატორმა ის სცენაც გადაიღო, რომელზეც კონცერტი გაიმართება. კარგად, მომაზონე ხარ. სუნელებული ვარ, როგორც ეს უნდა იყოს ისე, რომ ეს არ ჩამოვიდე. მაგას რეზინებს გა. ეხლა იკერება კოსტიუმები, ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი. აი ეს სახელოსნო მთლიანად კერავენ ჩვენთვის კოსტიუმებს. და ვნახოთ, აი 1 მაისს უკვე ცოტა ადრეც, ხო 29-ში ხო იქნება მზად. ყველაფერი მზად იქნება. პარასკევს ყველაფერი მზად იქნება. ეხლა ვნახე კახუჩელასი, ჯერ არ არის მზად ლელასი და ვნახე სტოპასი. всё, ჯერჯერობით. ეხლა ავდივარ ზემოთ, რომ ვნახო სხვები. ჩემი ნეკა. ნეკასების პერადი. ორი დღეა დაიწყო სცენის აწყობა და ძალიან სერიოზული ტემპებით მიმდინარეობს, სადღეღამისო დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ. ძალიან მინდა რომ მადლობა გადაუხადო ქალაქს, ქალაქის კულტურის სამსახურს დათო ოქიტაშვილს და მერიას, თალკე თემურ მღებრიშვილს და მის სპეცრაზმს და ქალაქის პოლიციას, ამ რაიონის პოლიციას, იმიტომ რომ ყველა ძალიან მხარში გვიდგას. ორი ქორეოგრაფიული ჯგუფი ემზადება, ყველა მომღერალი ცალ-ცალკე ნომერი იდგმება, ეს იქნება დიდი თეატრალიზებული შოუ. ნახოთ, დოის და ბატონი მურაზ მურვანიძის ნიჭიერების იმედი გვაქვს. აპრილს კლუბ ჯოიში Flying Style გამართავს კონცერტს. მე მგონი მეც კარგად გამომდის, ამიტომ აუცილებლად ზავა. მოგესალმებით ყველას აბსოლუტურად, ვინც უყურებს მაესტროს და გადაცემას ინფორმატორს, მივესალმებით მაესტროს ყველას აბსოლუტურად. ჩვენმა ჯგუფი Flying Style და გინდა ინფორმაცია შემოგთავაზოს ხვალინდელ დღეზე. კლუბ ჯოიში გაიმართება 20 საათი, 21 საათისთვის დაახლოებით ჩვენი შოუ. ხვალ უბრალოდ გაიმართება ჩვენი ასე ვთქვათ სოლო
შოუს გავაკეთებთ, სოლო კონცერტივით იქნება. შემოგთავაზებთ ძველ კომპოზიციებს, რაც ადრე ქონდა, ასევე ახალს, რომელსაც კლიპის გადაღებას ვაპირებთ ახლო მომავალში. და კი ალბასტუმრების გეყოლება საერთო ჯამში კაი რაღაც გამოვა. კიდევ ბევრი სიახლე, ასე რომ აბაჰი. დღეს ციგნის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ციგნის სახლ პარნაში ორიგინალური აქცია გაიმართა. მოკლედ თუ გინდათ ნახოთ როგორ ყიდიან თვით კოტე ყუბანეიშვილი, რატი ამაღლობელი და ქართული მწერლობის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები ციგნებს, ესე იგი სიუჟეტი უნდა ნახოთ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღე არის, როცა ჩვენ დავდექით გამყიდველებას და მე ძალიან მიამაყება, რომ ვარ მაღაზია პარნასის მართალია მხოლოდ ერთი დღე მამუშავეს, მაგრამ სიამოვნებით ვიმუშავებდი დიდხანს. მაგრამ ესეც რაღაც სრულად გამდის, იმიტომ რომ არ მინდა რომ გოგოებს სამსახური წავართვა. ძალიან წარმატებული დღე, ძალიან კმაყოფილი ვარ და ბევრი წიგნი გავყიდე და მოგახსენებთ. თუ ეს ტრადიცია იქნება და თუ იქცევა ტრადიციად, რომ დღეს მაინც ერთმანეთს ვაჩუქოთ წიგნები და განსაკუთრებით შეყვარებულებმა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი, რომ მას ვინც გიყვარს აჩუქოთ წიგნი. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს, წიგნის დღეს და რა ვიცი, ხა მე მგონი კარგი დღეც გამოვიდა, იმიტომ რომ ადამიანებს საშუალება მიეცემათ უშუალოდ ავტორებთან კონდეთ. ძალიან მარტივად თავისუფლად ყოველგვარი სცენარები და რაღაც დადგმების გარეშე ურთიერთობა დაამყარონ ამ კარგ ადამიანებთან. წიგნის დღესთან დაკავშირებით ფუნიკულიორზე ღია ცისქვას ჩატარდა პირველი ქართული ლიტერატურული პრემიის საბას დაჯილდოების ცერემონიალი. დაჯილდოებაზე 7 ნომინაცია იყო, რომლებსაც დაახლოებით 200-ზე მეტი ნაწარმოები გახდა წარდგენილი. საღამო რატი ამაღლობელს მიყავდა. ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის პრიზი ვახტანგ ჭელიძეს გადაეცა. ლიტერატურული პრემია საბა 2002 წლის საუკეთესო რომანისათვის გადაეცემა აკა მორჩილაძეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას. საბას ლიტერატურული პრემია დაარსდა წელს, იქნება ყოველწლიური, მოგეხსენებათ ეს ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ. ეს იყო განვლი წლის ლიტერატურული შეფასების მცდელობა და რაც უფრო ბევრი პრემია იქნება მსგავსი, საბა ჩათვლის რომ თავის ფუნქციას შეასრულა. ლელა წურწუმია მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში ახალ სიმღერას წერს. სიმღერის ავტორია ნატო გელაშვილი. სავარაუდოდ ეს სიმღერა ახალი ქართული ჰიტი გახდება. ამაში მაშინ დარწმუნდებით, როდესაც სიუჟეტს ვნახავთ. მანამდე კი ჩემს საინფორმატორო ფურცლებში ასეთი ინფორმაცია წერია. ეს სიმღერა ლელას მე-6 ალბომში შევა, რომელიც ალბათ მალე იქნება მზად. ჯუმი ხმამობს შენთან მინდა ფიქს გამადანქა ეს ლურჯიციდან ხო არ აღწიო ზემოთ ფიქრი მოვა ლურჯიციდან ფიქრი მოვა ზემდა მიაქვს ქარს ძვიმის ვეთები თავს იგლავენ თავს კაი არ მინდა მოსევდა მიაქვს ქარს ძვიმის ვეთები თავს იგლავენ თავს ეხლა მიდის მუშაობა ნატო გელაშვილის სიმღერაზე სულელი წვიმა, ტექსტის ავტორიც ნატო გახლავთ, არანჟირების ავტორი ბექა ჯაფარიძე და ეხლა საბოლოო ვარიანტს ვასრულებთ კოტე ნონიკოვთან. ეს არის ჩემი ახალი ალბომის სიმღერა და მე ვფიქრობ და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ ძალიან კარგი ალბომი გამოდის, ანუ ვცდილობ ისეთი სიმღერები ავიღო, როგორც წინა ალბომში, რომ ყველა სიმღერა გახიდდეს.
Thank you.